Всё? Всё. 30 ლარი ზვა. არის. Get cozy. ოპა. ჩაიჯვა ვიღაცა. აი, აგდევს ჩვენი დამტენი. თუ არ დამლეწავს. Короче, ეს ვიყიდეთ სტრაფი დამტენი არ დევს მარტო აქ, ხო? რას ვაპირებთ? სტრაფი დამტენი არ დევს აქ და 2018 წლიანებს უმეტესობას არა აქ. ცალკე თუ არ აქვს ნაჩვენი ჩატი. მოკლედ, არც გჭირდება სტრაფი დამტენი რეალურად, რომ პულიც დავზოგეთ და სწრაფად ვერც დავდეთ. თამეთ არც გჭირდება. ეხლა წავალთ, დავტოვებთ ამას ჩვენ სერვისში. შევაერთებთ მოკლედ 5-ით თუ 7-ით რავი ნელა უნდა დატენოვა თავიდან თან ჩვენი მანქანაც 0-ზე არის დამждანი თლიანად მოკლედ რაც სწორი არის და როგორც სწორი არის როგორც გვითხრეს ისე დავტენით მე მეზარება მაგრამ უკა მომხრია იმისა რომ სწორად დავტენოთ დავედით სწორად დავტენოთ ჩვენი ტესლა მოდი მომეშვიდე როგორ უვლის ავშალო ჯიჭება განფუთო გააკეთე მოდი აგინო კაპაციტეტები განიორდო მოკლედ ჩვენი შავი აპარატი დგას და ელოდება თავის რიგს გავავსეთ სალონი სამწუხარო რომ არ ჩამოყვა კოვრიკები ესეთი ხალიჩა გაასწორებდა თან ყველგან ერთი და იგივე სტილის ხალიჩა არის წინა საბარგულშიც უკანაც აი სალონში რო ყოფილიყო ეგეთი ძალიან მაგარი იქნებოდა მაგრამ სამწუხაროდ გამორჩეთ ეხა შევაერთებთ დასატენად დავილოდებით მოდის დაიტენება მოკლედ რამდენიმე დღე უნდა დავუთმოთ ამის დატენას და მე უკვე ჩვეულებრივ დავტენით ხოლმე ვერ ვეგუები მოკლედ მე ამ ტესლას ამბებს რა სხვათა შორის ეხა შევნიშნე ჩვენი უკანა ფრთის პრობლემა ლუკა ეს ვიცოდით? ფრთაზე როა შეღუნული. ფრთაზე როა შეღუნული აქ. ვიცოდით? არ ვიცოდით. მართლა? ცივად გავასწორებდი. ხო, ამას ცივად გავასწორებდი. ეხა მომხვდა თვალში და. ნახე აბა ის პლანშეტი აი თოშები. პლანშეტი ანთებული იყო. ჯერჯერობით ვერ ვტენით მანქანას შევაერთეთ, მაგრამ ჯერ არაფერი გამოგვდის. ეხლა გარედან დააერთებს აკუმულატორს. მივცეთ პატარა დენი. გაცოცხლდა. ეხლა აქედან უნდა ჩავრთოთ სავარაუდოდ დატანა, ან რაღაცა მაგდაგვარი უნდა იყოს. მოკლედ ერთად გავერკვიოთ. ნელ-ნელა ცოცხლდება ჩვენი ტესლა. დავალოდოთ და შევიდეთ სეტინგებში, შევა. სად არის? მანუალი. ნახე აბა. რა უნდა ხუშეში. Connectivity კი არა, ნახე. Charging again. Charging instructions. Agora უნდა დააჭირო ნახე. With model 3 in park, press and release the button on the Tesla charge cable to open the charge port door. Wow, ასე ხარ როგორ იხსნა? მე კიდე ძალით გავხსენი. მაგას გამო მომიტეხე იქ. არა, მე არ მიქნი არაფერი. ესე მალე კითხულა? ისიც. არიტენება აშკარად. აშკარად არიტენება. ავედით გარეთ. უნდა ამის დაწყებას უნდა დავაჭირო. მაგაც რაღაცა უნდა იყოს, არა? ხო, ეხა ჩავრთ. ჩაირთო რამე? რაღაცა დაწერა. დაწერა? ეხა რო გამოვაძრო, იქნებ წაიკითხო რა დაწერა. არა, აქ დაწერა. არ სავარაუდოდ აქედან არის რა, ციმციმებს. რა უნდა ვქნათ? რა გაარკვია? და
დიდი ალბათ უვიციდან ის ქვეშ აქ რაღაც თავი შეგერი, ამ თავი ბატარეები. ის უნდა იყოს ამომძვრალი. მარჯვენა სიდენის ქვეშ, ხო? მაგრამ მე რას ვაკვირდები, იცი? ეს ბოლომდე არ შედის და შეიძლება რომ ჩაკეტილი იყოს, მე არ მგონი. მაგრამ რა ვიცი, ეს ვიღაცამ გახსნა ძალით. ვიღაცა მე ვარ. მაგრამ ლუკას არ ვეტყვით. ამომძვრალია. შტეკერი? კი. ეს ალბათ ტრანსპორტირების დროს ხო? ხო, თიშავენ რა, სახიფათო რო არ იყოს. სავარაუდოდ ეგ იქნება. ეგ არის გამოცდილებაა ესეც. კაცი გვეცოდინება. შემდეგ რომელ ტესლას ვყიდულობ ჩემთვის? შემდეგზე. ეს მე ჩავსვით ის. დავაერთი. მოდი ეს ჩავკეტოთ ახლა. თუ რამე შავის კოჩით. ესე? так, ქვედა. ამომძვრალი იყო შეკები და დავაერთი. გავაგეთ, ირება. ჩემი ბრალი არ ყოფილა არაფერი. ბრალი არ ყოფილა. აჰა. ოპა. მანო ლუჟას ალციმსი. ოპა. აჰა, მწვანად დაიწყო ციმსი. აუ, გვითხარი და დაწერე რა გთხოვთ ეს ქენით. ანუ საბოლოო ჯამში ხა იმ შტეკერის ბრალი იყო, ხო და არა ჩემი. ფონაზე მეკენია 5 ვატი დავაკენე, აქეთ 5 ამპერი. აუ, ტიპები ჩემი რაჭკუიანური სიტყვები ჟღერს ამ იმუხტება წერი აქვსო. ახლა ცოტა ხანი გავჩერდეთ რომ გადახურდეს რამე. ამან დაიწყო ხელები დაიბანა ხოლმე და ისე დაჭექი საჭესთან. ხე ტიპმა იმენა განათა. რო გაიგო რო აღარ იკეტება იმენა ისეთი თვალებით მიყურებდა მეშინო და მაგიტო მეჭირა კამერა მეთქი რამე არ მომივიდეს. რო რამე კამერით მეთქნა იმენა. აჰა. მოიცა ჩავკეტოთ ეს. ბიჭო ფეჩია ჩართული? არა, ფეჩი არ არის ჩართული, მე მგონი კულერებს რთავს ის. მე კონტროლია ჩართული ძმა მიბერავს რა. ეს რა არის გადაღება? თითქოს დრო ანახებს, ნახე? არ ვიცი ახლა აქ სან არის. კაცი აპაკლიმატი. და აუ ბიჭო რა. სადა. სენსორულ ეკრანზე ეძებ. ხო, მე. სადა. აუ იმენა ვერ ვეგუები რა. მივაგენი შეჩე. ზო, გავთი. ბიჭო, iPad-ი გეყიდა. ვერთი პატარა პლანშეტია. იგივე არის. რამე ხომ და იყოს ფიზიკურად გახსნის ღილაკი. მოკლედ დავტოვეთ ჩვენ ეს მანქანა და წავედით დასასვენებლად. ესე იგი, გავარკვიეთ როგორ უნდა დავტენოთ ჩვენი მანქანა. რაღაც ნიუანსებიც ნახეთ იქ მონიტორიდან. რა როგორ ხდება ჟღერადობა აქ კარგი და ფერი სხვა ჯერჯერობით ბედნიერი არა მოგიხდება ის ძინა მანქანა მიჩემ ჯობი არ თქვა ეგრე ესეც კარგი წავედით მოკლედ დავტოვეთ ჩვენი ტესლა რამდენიმე დღე მოუწევს ესე დგომა ესე იგი ჩამოვდივარ და ვხედავ აი ამ სილამაზეს, აი ესე გამოიყურება ჩვენი Tesla Model 3 სუშავი, უკვე გემრიელად ვიზუალურად აწყობილი, უბრალოდ გასარეცხია, მაგრამ ეგ არაფერი, რაღაც პატარა ნიუანსები დაგვრჩა, როგორც არის ცივად გასწორება და ასე შემდეგ, მაგრამ მანქანა უკვე საკმაოდ კარგად გამოიყურება, კარგადაც დადის, როგორც ლუკამ მითხრა. ის დაკავებულია რაღაც საქმეებს აგვარებს. აი ესე გამოიყურება ჩვენი Model 3. რაღაცები აქვს დამატებული, როგორც გითხარით და მე ვფიქრობ, რომ უხდება კიდევაც. ეს პატარა ხუფები, კალპაკები დიდად არ მომწონს ამ მანქანაზე. დისკებიც მთლად კარგი არ არის, მაგრამ კალპაკებს ჯობია და სხვათა შორის ქართული დისკებისთვის არც ცუდად გამოიყურება. მოკლედ, ჩვენი იდეა რაში მდგომარეობს და რას ვაკეთებთ.
ეხლა ჩავжდებით ჩვენს Tesla-ში პირველ რიგში და მოგიყვებით დაახლოებით როგორ დადის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეხლა იქნება ჩემი პირველი აზრები ამ მანქანაზე და თან პარალელურად უნდა წავიდეთ და ნაწილი ვიყიდოთ ჩვენს მომდევნო პროექტზე, რომლის ვიდეოებიც ძალიან მალე გამოვა. ეს არის 2024 წლიანი პრიუსი, რომელიც ესე ვიზუალურად დაიხვეწა და მოკლედ მოგიყვებით მაგ მანქანაზეც. ასე რომ არხი გამოიწერეთ, არ გამოტოვოთ მომდევნო ვიდეოები. ეხლა კიდე მივდივართ და აი ამ Tesla-ზე მოგიყვებით თუ როგორ დადის, რა შეუძლია, რა აქვს და რა არ აქვს. რა, ყველაფერი აქვს უკვე მანქანას. ყველაფერი აქვს, ხო? სპიდომეტრი? შუაშია ყველაფერი. შუაშია ყველაფერი. წავედით მოკლედ და ვნახოთ, აბა რა შვება ჩვენი Tesla. აუ რა ნელია ჩემი. ამ მანქანაში ყველაზე მეტად მომწონს ძრავის ხმა, ტურბინის ხმა რო ჩაგესმის ყურებში გას. ოაჭერ. აი ეს რაიამა. მოვასწა, კიდე კაი გადმოვხდი. კიდე კაი გადმოვხდი. მოკლედ მანქანა, ნუ ეხა რა შეიძლება რა ვთქვა, არც ისე ცუდად დადის, ეგ ყველაფერი უფრო დეტალურად მიმოხილვაში იქნება, თუ მოიცალა და თუ მოიყვანა მანქანა მიმოხილვაზე, მეც შევისწავლი რაღაცებს და დავამატებ ჩემს ცოდნას. რაც პირველად აზრს შეეხება, ეხა პირველი რაც ხდება სალონში არის სავარძელი და საკმაოდ რბილია, საჭესთანაც რა ვიცი, რაც მქონდა ურთიერთობა საჭესს საკმაოდ ხარისხიანი არის და საკმაოდ კარგად დადის მანქანა. თვითონ სიარულის მხრივ ალბათ მძიმე რო არის, მაგიტო ჩვენ ეგრე ვიფიქრეთ და სავარაუდოდ ეგრეც იქნება, ანუ დაბლა რო აქვს ცენტრი სიმძიმის რაღაცას შვება რა და სხვა მხრივ ეხლა ამ მანქანაში რო ვზივარ კომფორტულად ვგრძნობ თავს, ადგილით საკმარისად მაქვს, ზევითაც რო აიხედები შუშა, მოკლედ ტექნოლოგიურად ძალიან კარგია და მე ვფიქრობ, რომ ეს მანქანა ჰიბრიდი რო ყოფილიყო, ანუ შიდაწვის ძრავიც რო ქონოდა და ჰიბრიდის ძრავი, ანუ არა მარტო ელექტრო რო ყოფილიყო. მე ვფიქრობ, რომ ბევრად სასიამოვნო იქნებოდა ამ მანქანის სიარული, იმიტომ რომ მე ჯერ ვერ ვეგუები ელექტრომანქანებს და ცოტა მეტი დისციპლინა ჭირდება მაგ ყველაფერს რომ დატენო, მე მიხედო, მე რაღაცა ელექტრონულად ხო უვარდება ეს რესურსი, ხო? რესურსიც ხო უვარდება. ნუ ეგ დროის მანძილზე, მაგრამ მაინც ჯერჯერობით მთლად ბოლომდე ვერ ვეგუები ელექტრომანქანებს, მაგრამ აი ლუკას შემთხვევაში რავი, სამსახური, სახლი, რავი, იქ მეგობართანაც გახვალ, მთელ თბილისს მოივლი, ისეთი რეინჯი აქვს და რავი, ანუ ხა თბილისის გარეთ იშვიათად გავდივართ ამ მანქანით. თბილისში იდეალურია სახლისთვისაც, აი, რაღაც ისეთ პირობებში, რომ აი, რავი, დედა წაიყვანო მაღაზიაში, შენ გახვიდე შენ საქმეზე, სამსახურში წახვიდე, მოხვიდე, ერთი კვირა ჩვეულებრივ გეყოფა ამის ერთი დატენვა და მე ვფიქრობ, მაგ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია და მეტი სხვა ამ მანქანაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ჯერ არ შევისწავლე, ყველაფერი ტექნოლოგიურად ციფრები რაღაცები არ ვიცი, საერთოდ არაფერი, ეს არის ჩემი პირველი აზრი ამ მანქანაზე. რაც ჩვენს გეგმას შეეხება, კონკრეტულად ამ მანქანაზე არის დღეს სავარაუდოდ გავრეცხავთ, ვიზუალურად გაჩვენებთ ცოტა 1-2 კადრს და ნუ დავასრულებთ ამ ვიდეოს და მერე მომზადებით მიმოხილვის გადასაღებად. ასე რომ თქვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, არხი გამოიწერეთ და არ გამოტოვოთ ჩვენი მომდევნო პროექტები. მზად არის ჩვენი მანქანა, გავრეცხეთ კიდევაც. ეხა სუფთად არის, დიდად სხვაობას ვერ ხედავ, იმიტომ რომ ჩვენი ლუკა კარგად უვლის მანქანას. რა სიტყვი შენს მანქანაზე? სადაც 1-10 დღეარი ხო გყავს? ხო, მიახლოებით ამას ეგრე. შო ეხა მოვუსმენთ ლუკას რა სიტყვის და თან ნელ-ნელა დავასრულებთ ამ ვიდეოს და მერე უკვე ყველაზე დეტალური ინფორმაცია მიმოხილვაში იქნება. 1-2 თვე დავაცოდოთ ლუკას სიარული. შეისწავლოს თავიდან ბოლომდე თავისი მანქანა და მერე მოგვიყვეს რა და როგორ არის. მე ვნახავთ რა. ოკეი. მანამდე ეხა აქ რა არის ესეთი? პირველი გაცარგი ეხა ზოგადად. როგორც ბენზინის ძრავში რა გასულად გავფიქრს და მალე წვავს რა. იგივენაირად არის აქაც. დატენილი როცა არის გას თუ ადგავ და ხმარობდა სწრაფად დადიხარ, მალე ჯდება ბევრად რა. მაგრამ ჩვეულებრივი სიარულით დადიხარ რა, ნორმალურად. ეხა ეს არის დუალ მოტორი არის. და შედარებით ანუ დიდი რეინჯი აქვს რა სიარულის და სადღაც აი 20-80 რო ვათამაშო 250 კილომეტრს 300-მდე სადღაც გახვალ რა ზაფხულში 80%-მდე ხო? ხო 20-80 რო ვათამაშო 250 კილომეტრს გაიგნი რა არა თუ ჩააჭირე და იმაიმუნე და ცოტა სწრაფათი არე უფრო ნაკლებს გაიგნი რა ეგ მოქმედებს ბევრად ნაკლებს გაიგნი და მინიმუმ 50 კილომეტრის ხობა მაინც გექნება მაგრამ თქვა 100-მდე დავტანეთ და სადღაც შორს გვინდა წასვლა ჩვეულებრივად ივლის რა
350 მაინც ხო გაიგვის? კი, ჩვეულებრივად გაიგვის 350. 350 არ არის ცოტა რა. ბათუმში ხო ჩახვალ ჩვეულებრივად. მე რა იქ დატენო. ბათუმში ჩახვალ ჩვეულებრივად ისე რომ ან გზაში არც დაგჭირდება დატვინო, მაგრამ ნორმალურად რო იარო, რა რო არ იფრინო რა. ჩვეულებრივ სტანდარტულად რავი 120 რო იარო, 115, 130 რაღაცა ჩვეულებრივად ჩახვალ ბათუმში. მაგრამ გზაში ჯობია მაინც რო ის შესვენებაზე, ხავაზე, ჩაიზე გააჩერე, 1-20 წუთი დააერთო. მაინც რესურსი რო დავუტოვო. ხო, რა რო დავუტოვო, რომ არა გაწურო ბოლომდე რა. თორე გზა რო შეგესალოს და გაჭერე. ხო, რაღაცა თუ აირიე და რაღაცა შეიძლება დარჩე იქიდან, შეიძლება დუჯოკი და გეგდოს ეგ დაამატო რამე რა. სხვათა შორის რავი, არ ვიჯექი აქამდე რა საჭესთან და მანქანაზე და არ მეკონა თუ ესეთი მანევრირებადი იქნებოდა რა. ცოტა სხვანაირი წარმომედგინა ამათი სიარული და კაი საყარებელია, კომფორტული სკამებიც არის დასაჯდომად და ხო, აი სკამები მართლა მეც აღნიშნე და რბილია. კარგია საჭერიც თვითონ რა, თან გაზის რომ მოყვება და რომ მიდის, არის სასიამოვნო საყარებელია. ერთადერთი ამის მინუსი ეგ არის რა, რომ აი უნდა დატენო და всё რა. აი ლუკას CLS-ი ყავდა აქამდე წინა ვიდეოში G30-ით ვიყავით Drift Event-ზე და არა G30-ით კი არ ვიყავით. ერთად ვიყავით Challenger-ით, CLS-ით ლუკასი და C-კლასით ვიყავით ერთად, მოკლედ event-ზე და მაგის მერე რაც ეგ CLS-ი გაყიდა, კიდევ კაი Tesla ვიყიდეო და მაგრად გამისწორდაო და აწი ელექტრომანქანებით ვივლიო სულო და CLS აი ეს BMW-შნიკის ფრაზე. ზუსტად ეგ თქვა, ეხა შეიძლება უარი თქვას, მაგრამ ზუსტად ეგრე ვილაპარაკეთ, აი სანამ ჩავრთავდი. გული მწყდება რომ CLS-ი გავყიდა ეგრე არ არის. არ დაიჯეროთ ხალხნო, არ დაიჯეროთ. არა ეს კამერა რო ჩავრთავ აგიტო, თორე ეხა ეხა როგორც კი გავთიშო ესე იზავს და ეს კიდევ კაი Tesla Model 3 მაყიდინა ალექსამო, თორე ეს ამას სხვა დანიშნულება და იმას ეხა სხვა დანიშნულება გონდა რა რაც. და ზუსტად ორ თვეში მე და ლუკა რაღაცა 550-ით და მოკლედ ეგ იყო ჩვენი ვიდეო, ჩვენი Model 3 არის მზად. ეხა უკვე დავაცდით, ცოტა მოიხარშოს ლუკას ხელში. შევისწავლოთ ზუსტად თავიდან ბოლომდე ეს მანქანა, შევხედოთ რამდენს გადის თავიდან ბოლომდე, რამდენი დრო ჭირდება მაგალითად ერთდატენვას, დაახლოებით რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი და მე ეგ ინფორმაცია მსვლიანად უნდა გავაერთიანოთ და მოგაწოდოთ თქვენ ჩვენს მომდევნო ვიდეოში ან მომდევნო ვიდეოებიდან რომელიღაცაში. სამომავლოდ კიდე საინტერესო მანქანები ჩამოდის, ასე რომ არხი გამოიწერეთ როგორც სულ გეუბნებით, უნდა გავიზარდოთ, უნდა გავზარდოთ ეს არხი და გავაცნოთ ხალხს. იმიტომ რომ საოცნებო მანქანა ყავს საყიდელი, მეც, ჩემს ძმაკაცებსაც და მოკლედ ერთად უნდა ვქნათ ეგ ყველაფერი, ასე რომ საინტერესო ვიდეოები არ მოგაკლდებათ, გამოგყვებით და მოკლედ წავედით შემდეგი პროექტებისკენ. ეს რა არის რა ის. როგორ უulis? ეხა გავარეცხინე მანქანა. მოშორდება. კაი, დამაცადე ედიტს ვაკეთებ.